მგონი პირველად ხდება, რომ ქოცები აგებენ საინფორმაციო ომს და ეს აგიჟებთ. ყოველთვის დღის წესრიგი შემქმნელები ისინი იყვნენ და ოპოზიცია მხოლოდ მათ ბრალდებებზე მოპასუხე იყო. ყოველთვის. BBC-ს გამოძიებისა და ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდების შემდეგ ახლა უკვე პირიქითაა და პროჭურვილელები აშკარად ვერ არიან კომფორტულად. რბილად რომ ვთქვათ. ეს ერთს ნიშნავს. უეჭველად. უკვე ფიქრობენ და გეგმავენ თბილისშიცა და მოსკოვშიც რაიმე ისეთის გახეთქვას, რაც ამ სკანდალს გადაფარავს. დროს აღარ დაგვიტოვებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რაღაც ქიმიური იარაღზე ვილაპარაკოთ და სივრცეს აღარ დაგვიტოვებს, რომ ამაზე ვპოსტოთ, ამ ვწეროთ. ეს ყოველთვის საშიში მდგომარეობაა. ზვიგენი, რომელიც კარგავს სრულ კონტროლს ვითარებაზე და იძულებულია თავი დაიცვას. ასეთი ზვიგენი სახიფათოა. პირველად იყო ეს სიტყვა. მერე მოხვა აი ეს. სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. შემდეგ ეს. ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შეწყებული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არაკრძალული. შემდეგ ეს. დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. და თქვენ რა გაიგეთ? ვინ რა იყიდა? ვინ რას რა შეურია? ვინ რა შეასხა მშვიდობიან მომიტინგეებს? ვიცი რომ ვერაფერი გაიგეთ და იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი განგებაური ის. არა მხოლოდ ფხვნილები და ხსნარები, არამედ ტყუილი და მართალი. ან ტყუილი და ტყუილი. ზუსტად ამიტომ, რომ თავგზა აგვებნეს და ყველაფერში დავეჭვდეთ. როცა გურამ მაჭარაშვილი ან დოდოშკა ხურცილავა გეტყვით, რას ლაპარაკობთ ხალხო, რა კამიტი, რის ქიმიური იარაღი, ბატონი ბიძინა მაგას როგორ იკადრებდაო? რჩებით არა ფაქტების, არამედ სუბიექტური განწყობების ამარა. იწყებთ მსჯელობას იმაზე, რის დასაჯერებლად ხართ მზად და რის არა. ბორია იკადრებდა თუ არა. ის თუ არ იკადრებდა, იქნებ კობახიძეს ეკადრა. რამდენად დამფრთხალი ან რამდენად დამფრთხალი იყო 2024 წლის დეკემბერში. რამდენად ეზიზღება ქუჩაში გამოსული ხალხი. აქვს თუ არა ემპათიის ელემენტარული გრძნობა. რამდენად ხელშეუხებლად გრძნობს თავს, რომ წავიდეს სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულზე და გასცეს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება. ან ერთმა, ან მეორე. ხო, ეს ყველაფერი თქვენი აღქმის და პირადი დამოკიდებულების ამბავია. ამიტომ ცდილობენ, რომ ისაუბრონ აღქმაზე და არა ფაქტებზე.